თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართულ მშვიდობის მყოფელებს ახალი წელი მიულოცეს. ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჭიბაიამ ქართულ სამხედროებს მშვიდობიანი წელი საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარი შარიფში ბაზა მარმალზე და მალი ბამაკოში იმყოფებიან. ძალიან გვიამაყურითადად მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. გისურვოთ წარმატებები, ბედნიერება, სიხარული. მე მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო იმის გამო, რასაც თქვენი გაკეთებთ. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ჩათვალეთ, რომ ეს საქმე არის არამხოლოდ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, არამედ საქართველოსთვის პირველ რიგში. გილოცავთ ახალ წელს. მთელი საქართველო ზეიმობს თქვენთან ერთად, მთელი საქართველო გიჭერთ მხარს. ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც, მთელი შეიარაღებული ძალები სულ ყველა ვართ თქვენს გვერდზე. გვერდში